საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის მორიგი კალენდარული მატჩი ადელის საფეხბურთო მოედანზე დღეს ბათუმის დინამოსა და ტყიბულის მეშახტეს შორის გაიმართა. შეხვედრა დინამოს გამარჯვებით ანგარიშით 1-0 დასრულდა. გოლი მეშახტის კარში თორნიკე ბერაძემ გაიტანა. პირველი ლიგის გათამაშებაში ბათუმის დინამო 4 შეხვედრიდან 3 მოგებით დაასრულა. თამაშისთვის მზადებული და მოსაგებად გამოდივართ, უბრალოდ ტყიბულის გუნდი, რავი, კაი გუნდია, პერსპექტიული ბიჭებით არის დაკომპლექტებული და გამიჭირდა, მაგრამ ჩვენს მიზანს მოვაქციეთ რა და გავიმარჯვეთ. თელ თამაში უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ არ გვიმართლებდა. ბოლოს გავიმართლა მაინც და შევაგდეთ, მაგრამ ძალიანად რასაც ჯამი რა არის, ანუ დაგეგმილი გაქვს უმაღლეს ლიგაში გადასვლა. მიზანი არ იცვლება იგივე გაქვს და ღმერთის სწავლებით მომავალ წელს უმაღლეს ლიგაში ვიხილავთ ბათუმის დინამოს.